დეპრესიული სპექტრის კლიენტის кейსის გარჩევა. ინტერნეტში შემხვდა ძალიან საინტერესო ვიდეო და ესეთი ვიდეოები არის და ვფიქრობ, რომ ხანდახან შემოგთავაზოთ ხოლმე кейსების გარჩევა. ეს ალბათ დაინტერესებთ უფრო მეტად მათ, ვისაც პროფესიულად დაინტერესებს ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგია. ჩემს შეიძლება კოლეგებსაც დაინტერესოთ, ან შესაძლოა დაინტერესოს ადამიანს, ვისაც აქვს მსგავსი ჩივილები. და ვთქვათ, ახლა დღეს აქ და ამჟამად ჯერ რესურსი ვერ მონახა, რომ წავიდეს ფსიქოთერაპიაზე. ასევე შეიძლება დაინტერესოს ესეთი кейსის გარჩევა ის ადამიანები, ვინც უკვე დადიან ფსიქოთერაპიაზე და არ იციან რა არის ფსიქოთერაპია, როგორ მუშაობს და ასე შემდეგ და ვთქვათ, პატარა გადამოწმებასავით, როგორ მიდის პროცესები, რომ გააკეთონ. ესე იგი, ვიდეო, რომელიც შემხვდა ინტერნეტში, ახლა გაჩვენებთ, შემოვატრიალებ. აი ესეთი ვიდეო არის. ეხლა ჩავრთავ და 2 წამით მოусმინოთ, რას ამბობს პაციენტი, რომელსაც აქვს დეპრესია და ასევე თქვენს ყურადღებას მიუმართავ, რა თქმა უნდა. ამას აქვს ახლა ამ პაციენტს, როგორც მივხვდი, დიაგნოსტირებული დეპრესია 1968 წელს დაუსვეს დიაგნოზი. რამდენად ახლა ლეგიტიმური დიაგნოზია ამ პატარა მონაკვეთით არ ჩანს, თუმცა თვითონ კონკრეტულად ეს მონაკვეთი, აქ რაც მოხდება ახლა, ჩავრთავ, ასახავს კარგად რა არის ხოლმე დეპრესიული სპექტრის გამოვლინება ადამიანში. ჩავრთოთ ახლა უყუროთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დააკვირდით არა მხოლოდ ქალს, ვიზეც არის ფოკუსი, არამედ ვინც უსვავს კითხვებს იმ ადამიანსაც დააკვირდით, აბა რა კითხვას სვავს და როგორ და მაინტერესებს თუ გაქვთ თქვენი დასკვნა ახლა. აი ამის მოსმენის მერე რა მოხდა. Как вы сегодня себя чувствуете? ცოტა გავშალო ეს არ ჩანს ტექსტი რუსული ისმის მარტო. Full screen-ზე როგორ გადავიყვანო, მოიცადე. ასე არ გადადის. არც ეს. კარგი, მაშინ ჩავთავ და ერთი წუთით აბა როგორ გადავიყვანო ახლა აქ უცნაური ფანჯარა მაქვს. ნახე ძალიან ასე კი გაიზრდება, მაგრამ აი ქვევით რაც იწერება ეს მინდა რომ ჩანდეს და არ ჩანს. ვინც რუსული არ იცით. ესე ხო არ ქნა. ხო, აი მე მგონი სხვანაირად გახსნა, არა ისევ ისე გახსნა. მოკლედ ასე რომ გადავიდე ახლა, იქნებ გავხსნა სხვა ფორმატით. მაგრამ ეს ახლა სად იქნება ეს ვიდეო ღმერთმა უწყის. აი აგერ არის. არა, მაინც ესე ჯიუტად იხსნება. ოკეი, მოდი მოვისმინოთ, ვინც რუსული იცით, ვინც არ იცით, მე გადავთარგმნი, რაც მოხდება. Как вы сегодня себя чувствуете? А хотите вы быть здоровым? ოკეი, ესე იგი არის ესე სიტყვით რომ გითარგმნოთ. ეკითხებიან რომ დღეს როგორ გრძნობ თავს. და ამბობს, მე არავისთან საუბარი არ მინდა. მე მინდა რომ ვიყო მარტო. შემდეგ ეკითხებიან რომ გინდა რომ ჯანმრთელი იყო და ამაზე პასუხობს არ ვიცი. ეხლა დააკვირდით ამ ადამიანის მდგომარეობას და უკვე თუ რამე შენიშნეთ, რაც ასე ვთქვათ, ყურს ხვდება ან თვალს ხვდება, ხო? კონტაქტში. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი და მოთხოვნილება და ინსტინქტი გნებავთ, თუ რაც გინდა დაარქვით, არის კონტაქტი. კონტაქტი არის მაცოცხლებელი, ხო? კონტაქტის პროცესი არის სიცოცხლის გრძნობის და შეგრძნების მომტანი და განმავითარებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა, აი კონტაქტი ჩათვალეთ არის საკვები ფსიქოემოციური სხეულის. აი როგორც ფიზიკური სხეულის საკვები არის ჯანსაღი საკვები,
და საჭმელი, ხო, ასე არის კონტაქტი ადამიანის ფსიქიკისთვის. ანუ საკვებივით არის. ადითხას თუ არ შეჭამს, ძალიან ცუდად ხდება. ეხლა კონტაქტის პროცესი როგორ წარიმართა? მე რა შევამჩნიე? რა თქმა უნდა, ეხლა საერთოდ ნებისმიერი კონტაქტი იმდენად სავსე და ფართო მოვლენაა, რომ იქ ძალიან ბევრი რამის დანახვა შეიძლება, მაგრამ მე რაც შევამჩნიე ეხლა აქ და ამჟამად იმას გაგიზიარებთ. მაინტერესებს თქვენ რა შეამჩნიეთ ასევე კონტაქტში, რა შეამჩნიეთ, თვალში მოსახვედრი რა არის, ხო? და მხოლოდ აღწერას ვითხოვ. მე არ ვითხოვ ეხლა ამიტომ, ესეა ისეას, ხო? აი აღწერა. ეხლა რა ჩანს აქ? პირველი კითხვა არის დასმული ესეთი. თავს როგორ გრძნობ ახლა თუ დღეს ეგ ზუსტად არ მახსოვს და ნახეთ, ადამიანი პასუხობს, არავისთან ლაპარაკი არ მინდა. როგორ ფიქრობთ? ეს არის ამ კითხვაზე პასუხი? მე ვფიქრობ, არ არის. და იქიდან გამომდინარე, რომ კონტაქტის ოსტატობა და კონტაქტზე დაკვირვება, ეს საკმაოდ რთულია, ეს არ არის ადვილი, ხო? და ჩვენც ადამიანები ვართ, თერაპევტებიც, სოციალური მუშაკები და ასე შემდეგ და ჩვენც ვარდებით კონტაქტიდან, ესე არ არის. კი, არის შემთხვევები, როდესაც კონტაქტი იბადება უცებ სრული. ხანდახან ცნობიერდება, რომ კონტაქტიდან გავედი და ვაბრუნებ ჩემ თავს და რაც უფრო დიდი ოსტატობა აქვს თერაპევტს, მით უფრო ასეა. მაგრამ აი აქ ეხლა ნახეთ რა მოხდა. ადამიანს კითხეს თავს როგორ გრძნობ, მან უპასუხა არავისთან ლაპარაკი არ მინდა. და გაგრძელება რა არის? რა კითხა კლიენტს, ანუ ამ ადამიანს, არ ვიცი ვინ არის იქ, ჟურნალისტია თუ თერაპევტია, ალბათ თერაპევტია, ან ფსიქიატრი. ან სულ მინიმუმ ექთანი, ხო? და რას ეკითხება? გინდა რომ იყო ჯანმრთელი? და ეს პასუხობს არ ვიცი. ეხლა ნახეთ რა მოხდა. პირველი კითხვა იყო თავს როგორ გრძნობ და ადამიანმა რომ უთხრა რომ არავისთან ლაპარაკი არ მინდა, მე მინდა რომ ვიყო მარტო. გაუცნობიერებლად მოხდა მისი იგნორირება. ის არის დაიგნორებულ მდგომარეობაში. ორი რამის გამო. პირველი, როდესაც მე ადამიანს რაღაცას ვეკითხები და ის სხვა რამეს მპასუხობს და მე ვაგრძელებ ვითომც არაფერი, ესე იგი დავაიგნორე, რომ რაღაცა სხვა მიპასუხა და რა გამოვიდა, მაინტერესებდა მართლა ის როგორ გრძნობდა თავს თუ არ მაინტერესებდა, ალბათ არ მაინტერესებდა. ესეთი დასკვნა არის, ნახე, გაუცნობიერებლად ასეთი შინაარსი მოდის. მე ვეკითხები როგორ ხარ, ის მეუბნება არავისთან ლაპარაკი არ მინდა. და მე ვაგრძელებ, ნახე, არა ვარ აქ კონტაქტში, ეს არ არის კონტაქტი. ეს არის დაცვის მექანიზმი, რომელიც, რა თქმა უნდა, მე როდესაც კითხვა დავსვი, ჩემმა პაციენტმა შემომთავაზა აქ ეს დაცვის მექანიზმი, იმიტომ რომ საერთოდაც ეხლა დაცვის მექანიზმებში რო არ იყოს ეს ადამიანი აღზრდილი და მის გარემოში რო კონტაქტი ყოფილიყო, ის დეპრესიაში არ იქნებოდა. სამწუხაროდ უკონტაქტობის გარემოში არის მოქცეული. და უკონტაქტობის გამო მასში დეპრესიული სიმპტომები მწვავეა. და სამწუხაროდ ის გარემო, რაშიც ადამიანი გაიზარდა, ფორმირდა და გამოავლინა სიმპტომები, მას ახასიათებს ამ გარემოს, რომ განმეორდეს. და აგერ თვალნათლი უყურებთ ვიდეოში, როგორ განმეორდა. ნახეთ, მე არ მაინტერესებს შენ როგორ ხარ. ეს არ თქმულა. მაგრამ როდესაც კითხვა დაისვა, როგორ ხარ, როგორ გრძნობ თავს და პასუხი არის, რომ არავისთან ლაპარაკი არ მინდა და მე სხვა თემაზე გადავდივარ, ესე იგი არ გამირკვევია როგორ გრძნობს თავს, ხო ესეა? და ესე იგი რა გამოვიდა? დავაიგნორე როგორ გრძნობს თავს. ან საერთოდ თავიდანვე კითხვა რო დავსვი, შესაძლოა საერთოდ არ მაინტერესებდა როგორ გრძნობს თავს, ну შესავალი კითხვა დავსვი რა. ეს პირველი ნაწილი. და იმეორებს გარემო თავის თავს და რატო იმეორებს? იმიტომ რომ ძლიერია, ძალიან ძლიერად არის მოცემული ხა დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი აქვს დასმული, ხო? არ ვიცით რამდენად ლეგიტიმური დიაგნოზია, მაგრამ ხაერიდან არ დაუსვავდნენ. რაღაცა არის მოცემული და ძლავრია ეს რაღაცა და შეიყოლია ეხლა თერაპევტი თუ არ ვიცი ვინც არის იქ კითხვას ვინც სვავს. ეს პირველი აცდენა კონტაქტიდან. ეხლა მეორე აცდენა მე რაც დავინახე. მოდი თვითონ პაციენტზე ვისაუბროთ ახლა. აქ პაციენტი წერია და დღეს კი აღარ ქვია პაციენტი ჩემს ფსიქოთერაპიულ სკოლაში. გეშტალტში უკვე კლიენტი ქვია, მაგრამ აქ პაციენტი აწერია და ესე მოვიხსენოთ პაციენტი. ამასაც აქვს მნიშვნელობა, რომ პაციენტია. რას აკეთებს პაციენტი, ხო? მას უსვამენ კითხვებს და ის არის თვალდახრილი. ესე არის. ანუ თვალს არ უსწორებს და არ უყურებს რესპონდენტს.
და ყველაფერს პასუხობს უარყოფით. არავისთან ლაპარაკი არ მინდა, მარტო მინდა ყოფნა. კარგად გინდა რომ იყო, ჯანმრთელი გინდა რომ იყო, არ ვიცი. ნახეთ, სიტყვა არა პრევალირებს. არა არის მოცემული. ეს რო თვალები დახრილი აქვს, ეგეც არაა. ნახე, ეს არის არა, მე არ შემოგხედავ. ეს არის. და თუ შეამჩნევთ კიდევ, კიდე ჩავთავ, ხა ერთი რაღაცას მინდა დააკვირდეთ. ჩავთოთ როგორი მიმიკით არის კიდევ, აბა რას შეატყობთ პირთან როგორი მიმიკა არის. Как вы сегодня себя чувствуете? А хотите вы быть здоровым? Okay, აბა პირი როგორ არის, ნახეთ, ჩვენ ხო ვიცით რომ პირი, ყბა ეს არის აგრესიის ადგილი. და ხედავთ რომ ჩამოწეულია მიმიკა. თითქოს ეტირება ადამიანს. თითქოს გლოვობს, ესეთ პოზაშია, ხო? და ხმა როგორია? ხმა არის ძალიან ჩუმი. ხმაც უარს გეუბნება. ნახე, მე ხა თქვენ ძალიან ხმამაღლა გესაუბრებით. საკმაოდ ხმამაღლა და მე ვგრძნობ ჩემი მუცლიდან როგორ ამოდის ხმა. და ასევე ჩემი ბგერა მესმის, როგორ გრძნობ როგორ მედება ყელზე. აქ არ არის ეს, აქ არის არ ვიცი. ხე, ქარივით ძალიან ხმა დაბალი ტონია. და ესეც რა არის? აქაც არაა. მე არ გელაპარაკები არის აქ. როგორც ჩანს, გარკვეულწილად იძულებულია ეხლა აქ რო ისაუბროს. აქ არ ჩანს თანხმობა და სურვილი საუბრის, თუმცა რაღაცა იძულების გზით, რომელიც ადრე მით უმეტეს იყო ბევრი, ეს ადამიანი საუბრობს და გადაღებულია მისი საუბარი. და ძაღლი შემოუშვიდა, ნახოთ რა იქნება. ძალიან ამ ბოლო დროს მიხურებს საქმეს. ფუ, გადი იქით. ხო და ეხლა რა არის აქ? თუ შეამჩნიეთ ფენომენურად წეღან რა მოხდა? წეღან ფენომენოლოგიურად მოხდა ასეთი რამ, რომ მე რო ვამბობდი, რომ არა, ნახეთ, ეხაც ესეთი ხმა მაქვს. არ გეტყვი, არ დაგელაპარაკები. არ მინდა არავისთან ლაპარაკი. ნახე, ეს არის, რასაც ეს ადამიანი ამბობს, ოღონდ ამ ტონით არ ამბობს, დაშლილია ტონი. არა, არ მინდა, ესე ამბობს. ნახეთ, აქ რა დაკვირვება არის ეხლა. ძალიან საინტერესო ვიდეოა, მინდა გითხრათ რა. აი, პირდაპირ ქვაკუთხედი არის ადამიანის დეპრესიული სპექტრის მდგომარეობები, თუ გინდა რომ დააკვირდე და შეისწავლო. აი, არაჩვეულებრივად ჩანს. რამდენიმე წამია, მაგრამ იდეალურად ჩანს. ნახეთ რა არის. არ არის ნათქვამი სიტყვებით, მაგრამ ბრაზი, იმიტომ რომ ეხა ამდენ არას როცა ვამბობ, არ გიყურებ, არ გელაპარაკები, მარტო მინდა ყოფნა, არ გპასუხობ კითხვაზე, არავისთან არ მინდა კონტაქტი, მარტო მინდა ვიყო. აქ არის ბრაზი. აშკარად ბრაზია. მე გაბრაზებული ვარ, მაგრამ აი აქ ფენომენურად ჩანს პირდაპირ რომ უყურებთ, ბრაზის ნაცვლად ადამიანი მოცემულია ძალიან დიდ სევდაში. ის არის გასული სევდაში და გამოიცანით რატომ, ნახე ყბა როგორი აქვს, ხო? სევდიანი ყბა არის ეს. ეს არ არის ბრაზიანი ყბა, რომელიც კბილებს დაგიკრაჭუნებდა, ხო? თუმცა ლოგიკურად, აი რომ შეხედო ეხა გარედან, აშკარად ბრაზია. აბა ამდენ არას რატო ამბობს ადამიანი, ჩვენ ხო ვიცით, რომ ადამიანი ზედიზედ არა რომ ამბობს, აშკარად მოჩანს იქ, რომ გეწინააღმდეგება და ბრაზობს რა, მაგრამ აქ წინააღმდეგობა და ბრაზი ჩურჩულით არის მოცემული და სევდით. ანუ აქ ეხლა ფსიქოლოგიის ენაზე რო ვთქვათ, კონგრუენტული არ არის. აშკარად ბრაზია მოცემული და გამოხატულება და ექსპრესია არის სევდის და რატომ არის სევდის გამოხატულება? აბა ეს არის მნიშვნელოვანი ახლა აქ. იმიტომ არის სევდის გამოხატულება, რომ აკრძალულია ბრაზი. შინაგანი ცენზორი ძალიან დიდი ალბათობით დეპრესიული გუნება განწყობილების თუ აშლილობის თუ სპექტრის თუ რაც გნებათ, აი დეპრესია რო იწყება, უკვე ეჭვიჩდება, რომ შინაგანი ცენზორი კრძალავს გაბრაზებას და კრძალავს პიროვნული საზღვრის დაცვას პირდაპირ. ეს არ შეიძლება. ძდილობიანი უნდა იყო, რაღაცა წესიერი უნდა იყო, კარგი უნდა იყო. მე იქ დაპირებაც არის წინა ვიდეოში ვისაუბრე, რომ კარგი რო იქნები, მე ეყვარები ხალხს.
და ეს ძალიან დიდი ტყუილი არის, უდიდესი ტყუილი და კი, რა თქმა უნდა, სევდა არის აქ. მე არ უარყოფ, რომ ამ ადამიანს, ვისაც ახლა უყურეთ, გარდა ფრაზისა, მასში არის სევდა, იცით რა სევდა დიდი ალბათობით. ჩემი ჰიპოთეზა ასეთია, რომ მან აი ამ თავისი დილობით და თავისი სიკეთით სცადა, რომ სიყვარული მიეღო. და არა, ესე არის. არ მიუღია. და ეხლა უკვე ისევ დეპრესიული სპექტრიდან საუბრობ, რწმენა, რომელიც მოვიდა ამ საშინელი გამოცდილებებიდან და ისწავლა არის, რომ აზრი არა აქვს. აზრი არა აქვს, რომ თვალი გაუსწორო. აზრი არა აქვს, რომ გაუბრაზდე. აზრი არა აქვს, რომ ვეკონტაქტო. აზრი არა აქვს, რომ ველაპარაკო. აზრი არა აქვს თქმას. ნახეთ, რამდენი აზრი არა აქვს. და აზრი თუ არაფერს არა აქვს, მინდა ვიყო მარტო. არავინ არ მინდა, არც ლაპარაკი არ მინდა. და თან, ნახეთ, აქვე დიალოგშივე განმიმტკიცდა, რომ აზრი არა აქვს, იმიტომ რომ მკითხა ადამიანმა, რომ როგორ ხარ. და მე ვთხარი, რომ არ მინდა ლაპარაკი და გამანება თავი ეგრევე. ნახე, ის არც გამიბრაზდა, ნახე, ესეც საინტერესოა, რომ თერაპევტებს ხანდახან აქვთ ასეთი რწმენა წარმოდგენა, რომ მუდმივად უნდა იყოს ემპათიური, მუდმივად უნდა იყოს მიმღებელი, კეთილგანწყობილი, ასეთი და ისეთი. თუმცა ეს ისევ როგორც ყველა სხვა რწმენა არის რიგიდული განწყობა. ანუ რაღაცა ფიქსაცია არის, რომ მე უნდა ვიყო ემპათიური, გაიგე? და ეს არის ფეიქი. ხო და დეპრესიული გუნება განწყობილების თუ ნებისმიერი სხვა ფსიქიკური სიმპტომატიკის და სირთულის მქონე ადამიანს ყველაზე მეტად ჯანგბადივით ესაჭიროება ჯანსაღ საზღვრებთან შეხება. ანუ კონტაქტი. რა არის საზღვრები? საზღვრები არის კონტაქტი. საზღვრები, როდესაც არის, მოცემულია კონტაქტი. თუ საზღვრები არ არის, მოცემული არის უკონტაქტობა. და უკონტაქტობა აავადებს ადამიანებს ნელ-ნელა. და შესაბამისად კონტაქტის ნაწილი არის ის, რომ როდესაც ადამიანი შენს შეკითხვას დააიგნორებს, ალბათ თუ კონტაქტში ხარ, ეს გამაღიზიანებელია და შეიძლება შენ თქვა, რომ მოიცა მე სხვა რამ გკითხე. მე არ მიკითხავს, გინდა თუ არა ჩემთან ლაპარაკი, მე გკითხე როგორ ხარ, იმიტომ რომ მაინტერესებს. და ნუ გარბი ხარ აქედან. სხვათა შორის კაი დრო დამჭირდა მე რომ ეს მესწავლა, იმიტომ მე თვითონ ვარ ადამიანი, რომელიც ადვილად ვიბნევი. თემიდან თემაზე შეიძლება ადვილად გადავხტე. ეს განსაკუთრებით ადრე და ეს კონცენტრაცია დაირღვა, ნახეთ აქ. ფოკუსი არის არეული და მე ვისწავლე და რომ დავინახე, რომ თქვა კითხვა დავსვი და ჩემი რესპონდენტი აქეთ-იქით რაღაც სხვა თემაზე მიდის, ძალიან მარტივია უთხრა, რომ და ეს რო არ არის პასუხი ჩემს კითხვაზე. ნუ გარბი ხარ, დაბრუნდი, მე რაც გკითხე იქ. და ეს არ ნიშნავს, რომ მე ვაიძულებ პასუხის გაცემას, იმას შეუძლია ასე მითხრას, ნახეთ, ეს ისევ კონტაქტი იქნებოდა. მე არ მსურს გითხრა როგორ ვარ. ეს არის პასუხი ჩემს კითხვაზე. ეს არ არის გაქცევა. ამ შემთხვევაში პირველივე კითხვიდან პაციენტი გაქცეულია და თერაპევტი ვერ ახერხებს ამ შემთხვევაში, რომ შენიშნოს ეს არ ვიცი თერაპევტია თუ სოცმუშაკია თუ ვინ არის. ეხლა კიდე ერთხელ გაყურებინებთ, მერე რა ხდება, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაცა ხმაც ძალიან ისე ისმის რა, სუსტი ხმა აქვს ჩემს ლეპტოპს და არ ისმის ხმა, აბა მაინც ავუწიო. Дацеули აქვს. აბა მოусმინეთ. Ну, как вы сегодня себя чувствуете? Я чувствую, что мы А хотите вы быть здоровым? Ну, как вы сегодня себя чувствуете? ძაღლიც რაღაცნაირად უნდა გავიყვანო ახლა. აბა, წადი აქედან. წადი. უკვე ძალიან სუდად იქცევ. всё. ასე. ხო და ახლა ნახეთ რა მოხდა აქ. შემდეგი კითხვა რა იყო? რატო დასვეს ეს კითხვა არ ვიცი. ალბათ რაღაცნაირად ცდილობდნენ დემონსტრირებას, რომ ეს ადამიანი როგორ არ ინდომებს, რომ იყოს ჯანმრთელი. ნახეთ აქ უკვე რა ჩანს. რა არის ის მეორე შინაარსი, რომელიც არ თქმულა.
და მინდა გითხრათ, რომ დეპრესიული გინდა თუ ნებისმიერი სხვა სირთულის მქონე ადამიანი არის გაფაქიზებული ძალიან, მისი კანი არის ძალიან სენსიტიური ხშირად, კანს სიმბოლურად ვამბობ და ის გრძნობს თითოეულ პატარა დეტალს კონტაქტის დროს, იმიტომ რომ ზუსტად ასეთმა უკონტაქტობამ და იგნორირებამ დააზიანა ის და ჩვენ ხო ვიცით რომ ჭრილობა სადაც გვაქვს იქ ძალიან სენსიტიურები ვართ, ზესენსიტიურები, ხო? სადაც გახსნილი ჭრილობაა, იქ პატარა თითის დაკარებაზე კივილია. ხო და ეხა აქ ნახეთ რა არის. გინდა რომ ჯანმრთელი იყო. აი რანაირი კითხვა არის ახლა ეს, ხო? თითქოს განსჯამოდის. მე ასეთი ის მიჩნდება ასახვა ახლა ეს რო ვინმე მკითხოს, რომ შენ გინდა ჯანმრთელობა, გინდა რომ ჯანმრთელი იყო. ანუ თითქოს იგულისხმება, რომ აი როგორი ცუდი ვარ, როგორი არასწორი ვარ, რომ არ მინდა. ანუ მოლოდინი ამ კითხვის დასმის დროს ის კი არ იყო რომ მე რაღაცა აი საიდან დაისვა კითხვა, იქიდან კი არ დაისვა რომ რამე გამერკვია, ან რაღაცას დავკვირვებოდი, ან ცნობის მოყარე ვიყავი ადამიანის მიმართ და არა. ისეთი კითხვაა დასმული, აი რიტორიკული. შესაძლოა არ არის რიტორიკული და კონტექსტიდან რო ამოგლეჯილი ვიდეო, ამიტომ გონია ესე, მაგრამ შეიძლება რომ ეს მეგონოს, ანუ რაღაც ძალიან წარმოუდგენელი ჰიპოთეზა არ არის, ხა რაც მგონია. და ანუ ესეთი კითხვა დასმული, გინდა რომ ჯანმრთელი იყო, რომ თითქოს იქ პასუხი არის კი და არა, ხო? მაგრამ რეალურად რა შეკითხვაა დასმული, რომ შენი ბრალია რომ ცუდად ხარ, შენი ბრალია რომ ავადმყოფი ხარ. ეს არის ეს პროექცია არის გაშვებული ამ კითხვით, დიდი ალბათობით. 100%-იანი არ არის ეს ყველაფერი, შესაძლოა ეს პროექცია და იქიდან ნახეთ რა ხდება. ეს დეპრესიის მქონე პაციენტი აფრუსტრირებს კითხვას. არც კი ეუბნება და არც არას ეუბნება და ეუბნება არ ვიცი. არ ვიციც არის უბრალოდ წინააღმდეგობა და უარყოფა. რომ თავი გამანებით რა, იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იგრძნო, რომ აქ ადანაშაულებენ, რომ არის დეპრესიაში. ჩვენ ძალიან, როგორ გითხრათ, სენსიტიურები ვართ ისედაც ადამიანები და ზოგჯერ არ ცნობიერდება რა ვიგრძენით და რა აღვიქვით, მაგრამ ხანდახან ცნობიერდება კიდეც. რომც არ გაცნობიერდეს, ჩვენი რეაქციები ცხადყოფს, რომ ჩვენ მივხვდით რა გკითხეს, ჩვენ მივხვდით რა გვითხრეს, ჩვენ მივხვდით რა განწყობით შემოგხედეს და ასე შემდეგ. ხანდახან რა თქმა უნდა პროექცირებთ და ამ მიხვედრაში ურევია ჩვენი საკუთარიც. ურევია, მაგრამ მხოლოდ ჩვენი საკუთარი არ არის. გარედანაც რაღაცა იყო, რამაც ეს დასკვნა გამოატანინა ადამიანს, ხო? და იმან პასუხა არ ვიცი. ახე აქ ახლა როგორი ვითარება არის, რომ ადამიანი, დეპრესიაში მყოფი ადამიანი აშკარად ხედავს, რომ რაც არ უნდა თქვას, რაც არ უნდა გააკეთოს, მეორე მხრიდან იღებს მხოლოდ ემპათიას და მხოლოდ ემპათიას ბრჭყალებში. თავშეკავებას, რომ ეს ავათარი ხა ამაზე გაბრაზება როგორ შეიძლება. და აქ რა არის? დასკვნა არის, რომ არასრულფასოვანია. თუ არასრულფასოვანია და ეხა ბავშვის მდგომარეობაშია და ავადმყოფია და ცუდია და ასეთია, ეხა ამას ხო არ ვეტყვი, რომ რატო არ მიპასუხე ჩემს კითხვაზე. ანუ ჩემი ფიქსირებული განწყობა მის მიმართ არის, რომ მე ვარ ჯანმრთელი და ის არის ავადმყოფი და ზუსტად ეს არის, ეს უკონტაქტობა არის, რამაც ის დააზიანა. ამიტომაც ჩვენ ვიცით, რომ თერაპიის დროს არის რისკი, რომ ადამიანმა ხელმეორედ გამოიაროს ის დამაზიანებელი გამოცდილება, რაც უკვე გამოიარა ცხოვრებაში. და ეს დამაზიანებელი გამოცდილებები თერაპევტის კაბინეტში ძალიან იოლად გადადის და ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული არის, რომ ის ავათარის და მე ვარ ჯანმრთელი. და როდესაც მე ვარ ჯანმრთელი და მასზე მაღლა ვდგავარ, მე შევეცდები, რომ ის გადავარჩინო და ამოვიყვანო იმ რაღაცა ჯურღმულიდან, მაგრამ უნდა იმას რომ ამოვიდეს ჯურღმულიდან, არ უნდა, გაიგე, ანუ ამ კითხვას უსვავ და მე ამით შემიძლია ძალიან კარგად გავიმართლო თავი, რატო ვერ დავეხმარე, ხო? და არ უნდა ამ ადამიანს ჯურღმულიდან ამოსვლა და აბა რა მექნა, გაიგე? მაგრამ ეს არის ზუსტად ის ტრანზაქცია და ის ურთიერთობა, რამაც ეს ადამიანი ჯურღმულში მოათავსა ბავშვობიდან გამომდინარე. რომ შესაძლოა იმის ნაცვლად, რომ ის ძალებში რწმენა ქონოდათ, დევალვირებდნენ და არაფრის თავი ამას არ აქვს. შესაძლოა იმის ნაცვლად, რომ მისი პიროვნების ჯანსაღ ნაწილს
მიუმართოთ და აუცილებლად არის იქ ჯანსაღი ნაწილი, სანამ ცოცხალია და მით უმეტეს სანამ დეპრესიაში ჩავარდება ხო იყო ჯანსაღი ნაწილი და იმის ნაცვლად რომ დავკონტაქტებოდით ადამიანის ჯანსაღ ნაწილს, ჩვენ მას არაცნობიერად უკონტაქტობით ვაჯილდოვებთ და ვაძლიერებთ არაჯანსაღ მხარეს, რომელიც ასევე ყველას გვაქვს. ანუ თუ შეგიმჩნევიათ რომ ზოგ ადამიანთან კომუნიკაციის დროს მძიმდებით ან ცუდ ხასიათზე დგებით ან რაღაც როგორ გითხრა თითქოს აურა არ უარგა ესეც შეიძლება ითარგმნოს ეს და ასე შემდეგ ენერგოვამპირია ან რაღაც ისეთს ვაკეთებ რასაც ისე არ ვიზავდი თითქოს რაღაც ქიმიური პროცესი მიდის ხო და არის შემთხვევა რომ სხვა ადამიანი არის ვინც თქვენზე დადებითად მოქმედებს ეკონტაქტები და ყველაფრის გაკეთება გინდება მერე და ენერგიას მოდიხარ და ასე შემდეგ რა ხდება აქ ეს ადამიანი შემოდის შენს ჯანსაღ მესთან კონტაქტში და გიღვიძებს და გიღვივებს და ცეცხლზე ნავთს გისხავს იქ სადაც ჯანმრთელი ხარ და არის ადამიანი რომელიც არაჯანმრთელი ნაწილი გაქვს პლუს მინუს მიხრილი არაჯანმრთელობისკენ ხო ეს ყველას გვაქვს აი იმას უსხავს ნავთს შესაძლოა კონტაქტის დროს მოსაწვევს იქითკენ იძლევა და არა აქეთკენ ესეთი ორივე ასე ვთქვათ არჩევანი კონტაქტში სულ არის მოსაწვევი საით წავა და სამწუხაროდ ეხლა რა თქმა უნდა გასაგებია რომ დეპრესიულ ადამიანს აქვს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენის უნარი იმიტომ რომ ის მთელი ნეგატივი რაც მასში დაგროვდა წერან ხო აღწერე არაკონგრუენტულობა რომ ის აშკარად გაფრაზებულია მაგრამ რომ შეხედავ სევდაშია სიტყვები მეუბნება არას საქციელი მეუბნება რა ვიცი ბოდიშის შეიძლება ბოდიში რო ვარსებობ ხმის ტონი მეუბნება რომ საერთოდ არ გეკონტაქტები და მეორეს მხრივ თან მელაპარაკება და ასე შემდეგ ან დაშლილია ნახე კაი განსვლა არის გაკეთებული პიროვნულად და ეს დაშლა რა თქმა უნდა ზემოქმედებს ახლა მე თუ ვეკონტაქტები ადამიანს და ის ესე დაშლილია და მისი ორი ალთა და ბალთა მე ერთად არის მოცემული და მე კონტაქტებამ აქვს გავლენა ჩემზე ხა ამდენი წელი აგროვა ამან ეს შინაარსები ხო ეს ხო ერთ დღეში არავინ ვარდება დეპრესიაში მით უმეტეს აქვს გავლენა და ზუსტად ამ გავლენაში ჩავარდა ის ვინც კითხვებს სვავდა და პირველივე კითხვა ძალიან ისეთია ამოვარდნილი. რა თქმა უნდა, არავინ არის დასღვეული მე, პეტრე, პავლე, ყველა შეიძლება ჩავარდეთ ამ გავლენაში, okay. ეს პროცესის ნაწილია. ეგ შეცდომები და მე აი ამ ვიდეოსავით როცა აკვირდები, გადაახვევ ესე და აკვირდები, რომ აბა სად ჩავარდი, ან სად გავედი კონტაქტიდან და აი მე შეგიძლია ამას რო უკვე აღიქო და დაინახავ, შეცდომის ნაცვლად რაიმე ალტერნატივა შესთავაზო და აი მაგალითად ასე მე ხარაც გამომიცდია იქიდან გეტყვით ჩემი პირადი გამოცდილებიდან რომ აი თქვათ ადამიანი რაღაც დეპრესიული გუნება განწყობილებიდან და ფიქსაციიდან წერს რომ მიშველე აი თქვათ ესე მეუბნა მიშველე დამეხმარე შენ შეგიძლია მარტო რომ მე დამეხმარო და მიშველო და ნახეთ აქ უკვე ჩანს რომ რწმენა წარმოდგენა აქ მოცემულია რომ მე ვერ დავეხმარები ჩემ თავს და შენ დამეხმარე და აუცილებლად თუ ეს გავაცნობიერე და აღვიქვი ზოგჯერ შეიძლება ვერ აღვიქვა და გავლენის ქვეშ მოვექცე მაგრამ თუ აღვიქვი რომ აი ეს მითხრა ვეტყვი რომ მეც გავაკეთებ ჩემსას და შენც გააკეთებ შენსას შენს ხელშიც არის დიდი ძალა ჩემს ხელშიც არის რაღაც და მოდი ერთად ვიმუშაოთ ნახე დაუბრუნებ მას ამ ძალას რომელიც მე მესროლა აქ რეალურად რა გააკეთა როცა მითხრა მიშველე მაგ დროს თქვა რომ მე უძლური ვარ და შენ ძლიერი ხარ ნახეთ რა მნიშვნელოვანია მოსმენა საერთოდ არის სკილი რომელიც უსასრულოდ შეიძლება რომ განავითარო კიდე მეტი და მეტი მოისმინო და გაიგო როგორც საკუთარ თავში ისე გარეთ და ჩემი ღმერთმენით ამიტომ არის რომ ბუდას აქვს დიდი ყურები და აქვს დახუჭული თვალები სიმბოლურად რა თქმა უნდა თორე რა თქმა უნდა თვალახელილია ბუდა უბრალოდ ის თავის სამყაროში იყურება შიგნით და გარედან ჩანს რომ თვალი აქვს დახუჭული და სმენა მოსმენა და ძალიან ბევრ ამას ამბობს კონტაქტი ბევრად მეც ვიდრე იქ იმ წამს შეიძლება ეს აღიქვა ვიდეო ამით ძალიან დამხმარია ხო ხო და ეს ძალის დაბრუნება ნახე რომ მიშველეს შეიძლება უპასუხო რომ ერთად ვიმუშაოთ
შენც დაეხმარე შენს თავს, მეც რაც შემიძლია გავაკეთებ, ვითანამშრომლოთ ამ საქმეში. და ამ შემთხვევაში ძალა გადანაწილდება. ამ ვიდეოს შემთხვევაში ალტერნატივა, რასაც ალბათ გავაკეთებდი და შევთავაზებდი ამ ადამიანს, იქნებოდა, რომ პირველ კითხვას, რომელსაც დავსვავდი, რომ როგორ გრძნობ თავს და ის რომ აირიდებ და ვეტყოდი, რომ რა ხდება ეხლა, რომ არ მიპასუხე, რის გამო. რა აქვს სათქმელი შენს აი ამ პასუხს, რომ არავისთან ლაპარაკი არ მინდა. ხო, აი მე გკითხე რას გრძნობ. ნახეთ, აღწერა არის ყველაფერი. დაუბრუნე უბრალოდ აღწერა, რომ აი დავინახე მე, რომელიც ვაკვირდებოდი ჩვენს კონტაქტს, რომ მე გკითხე როგორ გრძნობ თავს და შენ მიპასუხე, რომ არავისთან ლაპარაკი არ მინდა. რას ნიშნავს ეს? და აი მანდ წამოვა უკვე ის ჩემი ჰიპოთეზით, ყოველ შემთხვევაში ასეთ ცდას ჩავატარებდი, მანდ ეს ადამიანი იგრძნობს, რომ მე მას მოусმინე. წესით იგრძნობდა ამას, იმიტომ რომ არ გავყევი იმ არიდებაში, საითაც წამიყვანა. ხო? აი ესეთი პატარა დეტალები არის, რომელიც ხდის ჩემს საქმიანობას ძალიან საინტერესოს, ამით მიყვარს. მე კიდე ძალიან ხშირად მეკითხებიან, რომ რატო არ შეიძლება რომ ვიყო მეგობრის თერაპევტი, კოლეგის თერაპევტი, ახლობლის თერაპევტი, ნათესავის თერაპევტი, ესეთი კითხვები მოდის ხოლმე. და ეხა ესე მშრალად რომ ვუპასუხო, თქვათ, რომ აი ეთიკის კანონით აკრძალულია და არაეთიკურია და ასე შემდეგ, ეს მშრალი პასუხი არის და აქ ლაივშიც მინდა რომ თქვა ეს, სანამ დავასრულებ, რომ თერაპიის ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყო, როდესაც არის ამის საშუალება, არის დაკვირვება, ხო? რომ რაღაცნაირად მესამე გადასახედიდან, არა ჩემი სუბიექტურიდან, არა მისი მასთან შერწყმულიდან, არამედ მესამე გადასახედიდან გადმოვიხედო და აღვიქვა რა ხდება ჩვენ შორის. აი აქ შემიძლია რომ ვიყო დამხმარე. და როდესაც ადამიანი მეგობარია, არ ვიცი, კოლეგა, ნათესავია თუ ოჯახის წევრია თუ ვინც არის, ამ შემთხვევაში მე მესამე გადასახედის გაკეთება ეს იქნება ჩემი თავის დაზიანება. იმიტომ რომ მე სუბიექტური ურთიერთობა მაქვს ადამიანთან. სუბიექტურად მიკერძოებული ვარ, მომწონს, მიყვარს, ან გაბრაზებული ვარ მასზე. სუბიექტურად მე ჩემი მეთი ვარ მასთან ურთიერთობაში მოცემული ბევრად მეტად, ვიდრე ნეიტრალური დამკვირვებლიდან. და ეს მოკლედ ეს თერაპია ვერ იქნება. მე შემიძლია კონსულტაცია გაუწიო ადამიანებს, რა ვიცი, მეგობრები ხანდახან რაღაცას მეკითხებიან და არ ვარ მანდ რიგიდული, ვპასუხობ ხოლმე, მაგრამ ეგ არ არის თერაპია. თერაპია არის, როდესაც შემიძლია ნეიტრალური ადგილიდანაც გადმოვხედო და თვალწინ არ მეფარებოდეს ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი როლები, მოწონება არ მოწონების საკითხი, სიმპათია, ანტიპათიის საკითხი და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში შემიძლია რომ ვიყო ეფექტური ადამიანისთვის. იმიტომ რომ აი ხა მაგალითად ეს ადამიანი, ხო, ეს რო ჩემი და იყოს და მან ასე მიპასუხოს ჩემს კითხვაზე თავს როგორ გძნობ, მე ძალიან ცუდად ვიგრძნობ თავს. მე შეიძლება ვიტირო, მე შეიძლება ვინერვიულო და ვიდარდო. ეს თუ ჩემი დაიქნებოდა, ხო? და ამ დროს მე მისი დამხმარე ვერ ვიქნები, მე თვითონ ჭირდება დახმარება აქ, რომ ჩემი და ესეთ მდგომარეობაშია. მიხვდით ხო რაზეა საუბარი? და აქედან გამომდინარე, ეთიკა არ არის ერთადერთი რის გამოც უარს ვამბობ ხოლმე ესეთ კონსულტაციებზე. რეალობა არის, რომ დამხმარე არ შემიძლია რომ ვიყო. მასეთ დროს. აბა ლამაზ დღეს გისურვებთ და თუ ჯერ კიდე ფიქრობთ, რომ ფსიქოშემეცნებით კურსზე ჩაეწეროთ, თუ არ ჩაეწეროთ, თუ რა გააკეთოთ, წაგახალისებთ, რომ ჩაეწეროთ. თუ რაღაცა სირთულე იგრძნობა, რომ აი ვაიმე ჩავეწერო, თუ არ ჩავეწერო, რა გავაკეთო, ნიშნავს, რომ ზუსტად მანდ იმალება ძალიან საინტერესო გაგრძელება და სიახლე თქვენს ცხოვრებაში. საერთოდ სირთულის განცდა არის ყველაზე კარგი ნიადაგი სიახლის დასაბადებლად, იმიტომ რატო? იმიტომ რომ ბუნება ასეა მოწყობილი, სადაც ბარიერი შეიგრძნობა, იქ არის განვითარება. ამიტომაც ვინც ყოყმანობთ და გაქვთ აი რაღაც სირთულის გრძნობა, რომ აი შევძლებ, ვერ შევძლებ, აი ზუსტად თქვენთვის არის ეგ კურსი. აბა ლამაზ დღეს გისურვებთ.